რა მოხდება თუ ყველაფერი რაც გითხრეს იმის შესახებ თუ როგორ უნდა იცხოვრო გრძელი და ბედნიერი ცხოვრება, ტყუილი იყო. იმუშავე ბეღს, გადაიხადე გადასახადები. მაგრამ აი შოკის მონგრელი სიმართლე. ჩვენგან უმეტესობა იქამდე ვერ მიაღწევს. მკვლევარებმა აღმოაჩინეს სიკვდილიანობის ფარული უფსკრული ამერიკელებისთვის, რომლებიც 1950-იანი წლების შემდეგ არიან დაბადებულები. გვიანი თაობის X და მილენიალებისთვის საქმე კიდევ უფრო ცუდადაა. რატო ხდება ეს? მე ვარ ჯოში და The Infographic Show-ის დღევანდელ ეპიზოდში გეტყვით, რატო მოგხდებით თქვენ მშობლებზე უფრო ადრე. თავი 1. ტრილიონდოლარიანი ილუზია. მოდით ერთი წუთით სამართლიანად შევაფასოთ ამერიკული მედიცინამ, რადგან ნამდვილად იმსახურებს გარკვეულ აღიარებას. ზოგიერთი დაწესებულება მართლად გამოჩეულია. MD Andersonis კიბოს ცენტრი ჰიუსტონში, Mayos კლინიკა როჩესტერში, ან მასაჩუსეტსის გენერალური საავადმყოფო ბოსტონში. ტექნოლოგია, რომელსაც ისინი იყენებენ, გასაოცარია და ექიმები ელიტურები არიან. ადულად შეიძლება ითქვას, რომ იმ კედლებს შიგნით მიმდინარე კვლევებმა მილიონობით სიცოცხლე გაახანგრძლივა. თუ თქვენ 72 წლის კაცი ხართ, რომელსაც ახლახან გულის შეტევა ჰქონდა, ამერიკული საავადმყოფო ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია დედამიწაზე, სადაც შეიძლება აღმოჩნდეთ. კარდიოლოგიური ჩარევის ტექნოლოგია შეუდარებელია. გვიან სტადიაზე კიბოს გადარჩენის მაჩვენებლები მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია. როგორც კი სიკვდილი თქვენს კარზეა, ამერიკული მედიცინა საოცარი მანქანაა მის წინააღმდეგ საბრძოლველად. პრობლემა სწორედ ამ წინადადებაშია, როგორც კი სიკვდილი კარს მოგადგებათ. იმიტომ რომ ამერიკული ჯანდაცვის სისტემა სინამდვილეში ჯანმრთელობის სისტემა არ არის. ეს დაავადების მართვის სისტემაა. თითქმის არანაირი ინვესტიცია არ ხდება თქვენი ჯანმრთელობის შენარჩუნებაში, ხოლო მაშინ კურნავენ, როცა უკვე ავათხართ. სხვაობა ფილოსოფიური არ არის, ეს ფინანსური და სტრუქტურულია და ათეულობით მილიონი ამერიკელისთვის ეს ფაქტობრივად სასიკვდილოა. მოდით ციფრებს შევხედოთ. 2024 წელს შეერთებულმა შტატებმა ჯანდაცვაზე თითო ადამიანზე დაახლოებით $14,800 დახარჯა წელიწადში. ეს დაახლოებით $5,000 მეტია ვიდრე შვეიცარია, რომელიც შემდეგია ხარჯების მიხედვით. ეს შეადგენს მისი MSP-ს 18%, შედარებითი ქვეყნების საშუალო მაჩვენებელი თითქმის ორჯერ ნაკლებია. და მაინც აშშ-ში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 69 წელია, რაც 3.7 წლით ნაკლებია შედარებადი მდიდარი ქვიდარი ქვეყნების საშუალო მაჩვენებელზე. იაპონია, შვეიცარია, ესპანეთი, ყველა მათგანი 84 წელს აღწევს. აშშ-შუ ყველა მათგანს ჩამორჩება. აბა, სად მიდის ეს ფული? მისი მნიშვნელოვანი ნაწილი ბიუროკრატიაში იკარგება. აშშ-ში ჯანდაცვის ადმინისტრირებაზე ერთ ადამიანზე წელიწადში დაახლოებით $925 ხარჯავს, მაშინ როცა სხვა განვითარებულ ქვეყნებში ეს მაჩვენებელი $245-ია. ეს ნიშნავს, რომ ყოველწლიურად თითო ადამიანზე $680 იკარგება ანგარიშსწორების დეპარტამენტებში, სადაზღვეო დოკუმენტაციაში და გაუთავებელ წინასწარ ავტორიზაციის სატელეფონო ზარებში. ეს არის უზარმაზარი ბიუროკრატიული მანქანა, რომელიც მხოლოდ იმისთვის არსებობს, რომ გადაწყვიტოს გადაიწყვიტოს, ვინ გადაიხდის უკვე გაწეული მომსახურებისთვის. არა იმისთვის, რომ გააუმჯობესოს ან გააფართოოს, არამედ მხოლოდ იმისთვის, რომ იკამათონ და ანგარიში ჩააბარონ. მკვლევარები აფასებენ, რომ აშშ-ში მთლიანი ხარჯების მეოთხედზე მეტი, დაახლოებით $730 მილიარდი ერთ წელიწადში, იხარჯება თავიდან ასაცილებელი მდგომარეობების მკურნალობაზე. ეს თითქმის იმდენივეა, რამდენსაც ქვეყანა მთლიან სამხედრო ხარჯებზე ხარჯავს. ყოველწლიურად 3/4 ტრილიონი იხარჯება იმ პრობლემების გამოსასწორებლად, რომელთა თავიდან აცილებაზეც სისტემა უარს ამბობს. სამედიცინო მომსახურების საფასურის მიხედვით გადახდის სისტემა, სადაც ექიმები და საავადმყოფოები ფულს იღებენ დაავადებების მკურნალობით და არა მათი პრევენციით, ქმნის სისტემას, რომელიც პირდაპირ დამოკიდებულია ადამიანების ავადობაზე. ჯანმრთელი ამერიკა ნაკლებად მომგებიანია. ეს უბრალოდ მათემატიკაა. თავი 2 განზრახ მოწყობილი დაბრკოლებების გზა. ასე რომ სისტემა არ არის შექმნილი თქვენი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. კარგი. მაგრამ რა არის ის, რაც რეალურად ავადთის ადამიანებს? პასუხი არის გარემო, რომელიც მიზანმიმართულად არის შექმნილი ამერიკელი ადამიანის გარშემო. თაროებზე განძლე უსარგებლო საკვები, ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის ნაკლებობა, ეკონომიკური კარუსელი, უიმედობა, ბარიერები, რომლებსაც ამერიკელები ყოველდღე გადიან, ხშირად ისე რომ ბეწკი აცნობიერებენ, ჩუმად აკარგვინებთ მათ სიცოცხლის წლებს. დავითვოთ იმით, რა სჭამენ ამერიკელები. ბოლოს CDC-ის მონაცემებით, ამერიკელები საერთო კალორიების დაახლოებით 55% იღებენ ულტრადამუშავებული საკვებიდან. ბავშვებისთვის ეს მაჩვენებელი თითქმის 70%-ს აღწევს. ულტრადამუშავებული საკვები უბრალოდ ცოტა არაჯანსაღი არ არის. ისინი თითქმის საერთოდ არ არის საკვები. ეს სრულიად სხვა რამეა. ინდუსტრიული ფორმულები, რომლებიც ლაბორატორიებში იქმნება გემოს, შენახვის ვადის და მოგების მაქსიმიზაციისთვის, მინიმალური ან საერთოდ არანაირი საკვები ღირებულებით. ფერადეულები, ემულგატორები, ხელოვნური არომატიზატორები, კონსერვანტები და დამატკობლები, ისეთი კონცენტრაციით, რომელსაც ბუნებაში ანალოგი არ აქვს. ამერიკულ სასუსტათო მაღაზიებში თაროებზე არსებული საკვების 73% ამ კატეგორიაში შედის. შეერთებული შტატები მსოფლიოში პირველ ადგილზეა მისი მოხმარებით. და ამ პროდუქტების რეგულარულად მიღების ჯანმრთელობაზე ზემოქმედება აშკარაა. 2024 წლის მიმოხილვამ, რომელიც თითქმის 10 მილიონ ადამიანს მოიცავდა, აჩვენა, რომ რაც უფრო მეტ ულტრადამუშავებულ საკვებს იღებთ, მით უარესდება ყველაფერი.
გულ-სისხლძარღვთა დაავადებით გარდაცვალების რისკი 50%-ით იზრდება, შფოთვის რისკი იზრდება 48%-ით, სიმსუქნის რისკი იზრდება 55%-ით. მეორე ტიპის დიაბეტის რისკი იზრდება 40%-ით. დეპრესიის რისკი იზრდება 20%-ით. თუ ამას კიდევ უფრო განსვავებთ, გულის დაავადებით სიკვდილის რისკი 66%-ით იზრდება, ხოლო ნებისმიერი მიზეზით სიკვდილის რისკი 21%-ით მაღალია. სხვა მნიშვნელოვან კვლევაში იმ მამაკაცებს, რომლებიც ყველაზე მეტ გადამუშავებულ საკვებს ირებდნენ, კოლორექტალური კიბოს რისკი 29%-ით მაღალი ჰქონდათ. ეს მხოლოდ ერთი ცუდი შედეგი არ არის. ეს რეალურად შეიძლება ყველა ერთად იყოს. დააკავშირეთ ეს მონაცემები ამერიკის სიმსუქნის კრიზისთან და სურათი კიდევ უფრო მკვეთრი ხდება. ამერიკელი მოზრდილების 40%-ზე მეტი ახლა უკვე მსუქამია. მილენიალებს შორის, რომლებიც 30-ებში არიან, ეს მაჩვენებლები მკვეთრად იზრდება. ეს თაობა მეტაბოლურად ავადხდება უფრო ადრე, ვიდრე ნებისმიერი სხვა თაობა ამერიკის თანამედროვე ისტორიაში. ისინი 40-50 წლის ასაკში შედიან იმ ტვირთით, რასაც მათი ბებია-ბაბუები მხოლოდ 60-იანებში აწყდებოდნენ. დაავადებები, რომლებიც ადრე 50 წლამდე იშვიათი იყო, ეხლა 10 წლეულებით ადრე ჩნდება. 6 სიმსუქნესთან დაკავშირებული კიბოს ჯგუფი, სხვილი ნაწლავის, ენდომეტრიუმის, თირკმლის, პანკრეასის, ნაღლის ბუშტის და სხვა მკვეთრად იზრდება ახალგაზრდა თაობებში. ობებში. მათგან რამდენიმე შემთხვევაში მილენიალებს ახლა დაახლოებით 2-ჯერ მეტი რისკი აქვთ, ვიდრე ბეიბი ბუმერებს ჰქონდათ იმავე ასაკში. 2019 წელს კონტროლირებადმა კვლევამ შეადარა 2 დიეტა: გადამუშავებული და არაგადამუშავებული კალორიების, საკვები ნივთიერებებისა და მაკრონუტრიენტების მიხედვით. მათ უნდა მიიღოთ თანაბარი შედეგები, თუმცა ულტრაგადამუშავებულ დიეტაზე მყოფებმა პრეში დაახლოებით 500 კალორიით მეტი მიიღეს და მხოლოდ 2 კვირაში დაახლოებით 2 ფუნტით მეტი მოიმატეს. ულტრაგადამუშავებული საკვების ჭამის შეწყვეტა უბრალოდ უფრო რთული იყო. ახლა კი განვიხილოთ ინფრასტრუქტურის პრობლემა, რომელიც ნაკლებად თვალსაჩინოა, მაგრამ ისეთივე საზიანოა. ამერიკა მანქანებზე იყო აწყობილი. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ქვეყანა გაფართოვდა ჩიხებში, სავაჭრო ცენტრებსა და პატარა ქალაქის ზომის სადგომებში. მანქანით გადაადგილება ყველაფრისთვის ნორმად იქცა. ამ პროცესში კი ყოველდღიური ცხოვრების ფონიდან ჩვეულებრივი მოძრაობა გაქრა. დაფიქრდით ამაზე. იგუძებთ და მიდიხართ ალბათ რა ვიცი, 40 ნაბიჯს გადადგამთ მანქანამდე ან ავტოსამდუსამდე. შემდეგ ჯდებით მგზავრობისას. მთელი დღე მაგიდასთან ზიხართ. სახლში ბრუნდებით, ისევ ჯდებით. თქვენი დრის ყველაზე აერობული აქტივობა შეიძლება იყოს სურსათის ტარება საბარგულიდან. ფაქტობრივად, ჩვეულებრივი მოძრაობა ამერიკელების ყოველდღიური ცხოვრებიდან გამორიცხეს და ამის შესახებ არავინ იყო გაფრთხილებული. ევროპის ქალაქებში, მაგალითად ამსტერდამში, ველოსიპედით გადაადგილება რჩება სამსახურში მისვლის ყველაზე მარტივ მეთოდად. ეს ცხოვრების სტილის არჩევანი არ არის. ეს უბრალოდ ისაა, რასაც ხალხი აკეთებს. პარიზში ადამიანები მეტროსკენ ფეხით მიდიან ზედმეტი ფიქრის გარეშე. გარემო თავად აკეთებს საქმეს თქვენთვის. HSS-ის უმეტეს ნაწილში ვარჯიში ცალკე ამოცანაა, რომელიც უნდა დაგეგმო. მანქანით მიხვიდე და შემდეგ მეორე სამუშაოსავით მიუდგე. თუ მუშაობ და მშობელი ხარ, 2 სამსახურს ერთდროულად ასწრებ და ცხოვრობ ქალაქში, რომელიც მანქანებისთვისაა აშენებული, წარმატებებს გისურვებ. მაგრამ ეს ყველაფერი არც კი არის ყველაზე ბნელი ნაწილი იმ სირთულეებისა, რასაც ამერიკელები გადიან. ყველაზე ბნელი ნაწილი ისაა, რასაც მკვლევარები სასოწარკვეთით გამოწვეულ სიკვდილებს უწოდებენ. მეტად და მეტად გენერაცია X-ის წარმომადგენლები და უფროსი მილენიალები იღუპებიან იმისგან, რაც უფრო სოციალურ დიაგნოზს გავს ვიდრე სამედიცინოას. ნარკოტიკების ზედმეტი დოზით მიღება, თვითდაზიანება, ალკოჰოლთან დაკავშირებული ღვიძლის უკმარისობა, ინტოქსიკაციის გამო მომხდარი სასიკვდილო ავარიები. ამას გულისხმობთ, როცა ვამბობთ სასოწარკვეთით გამოწვეული სიკვდილები. ეს არის კატასტროფული შედეგი იმ თაობისთვის, რომელიც ეკონომიკურად იყო შეზღუდული, სოციალურად იზოლირებული და 10 წლეულების განმავლობაში არ ჰქონდა შესაბამისი ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდაჭერა. მილენიალებში ოპიოიდების ზედმეტი დოზით გარდაცვალების შემთხვევები 1999-დან 2017 წლამდე 500%-ზე მეტად გაიზარდა. ფენტანიუმმა მთლიანად შეცვალა ამ კრიზისის არითმეტიკა. პიკზე, კოველცელს ნარკოტიკების ზედმეტი დოზით უფრო მეტი ამერიკელი იღუპებოდა, ვიდრე მთელი ვიეტნამის ომის განმავლობაში. უფრო მეტი ვიდრე ავტოავარიებში, უფრო მეტი ვიდრე ცეცხლსასროლი იარაღით ძალადობაში. და ეს გარდაცვალებები არათანაბრად შეეხო იმ თაობას, რომელსაც მკვლევრებმა დაასახელეს როგორც ყველაზე უარესი თაობის სიკვდილიანობის ტრაექტორიის მქონეს, მას შემდეგ რაც თანამედროვე სტატისტიკის წარმოება დაიწყო. მეცნიერებს ამ გამოტოვებულ ადამიანებს, დაკარგულ ამერიკელებს, სპეციალური სახელი აქვთ. მხოლოდ 2023 წელს დაახლოებით 75000 ადამიანი გარდაიცვალა, რომლებიც სავარაუდოდ არ დაიღუპებოდნენ, რომ აშეთეშოს ისეთივე სიკვდილიანობის მაჩვენებელი ქონოდა, როგორიც სხვა მდიდარ ქვეყნებს. უკვე 2021 წელს ეს რიცხვი 1.100.000-მდე გაიზარდა. 1980-დან მოყოლებული, საერთო ჯამში დაახლოებით 14.700.000 ზედმეტი სიკვდილი დაფიქსირდა. ეს ნიშნავს, რომ პენსილვანიის მთელი მოსახლეობა აღარ არსებობს. თავის 3 სიცოცხლის ხანგრძლივობის ფასიანი ბარიერი. შეიძლება ჯერ კიდევ გქონდეთ ერთი დამამშვიდებელი აზრი, რომ ამ ყველაფერში ერთად ვართ, რომ ეს ეროვნული პრობლემაა, რომელიც ყველას თანაბრად გვეხება. დიდარი თუ ღარიბი, ფენტანილი თქვენს შემოსავალს არ ამოწმებს, სანამ მოკლავთ. საკვების გარემო ყველა ბავშვს წამლავს, ჯანდაცვის სისტემა ყველას ერთნაირად გვირალატებს. ეს აზრი თითქმის სრულიად საპირისპიროა სიმართლისა.
საგურის მოკვლევის მიხედვით, რომელიც 1.4 მილიარდი საგადასახადო და სოციალური დაცვის ჩანაწერებზეა დაფუძნებული, ყველაზე მდიდარი ამერიკელი კაცები 15 წლით მეტხანს ცხოვრობენ, ვიდრე ყველაზე ღარიბი კაცები. ყველაზე მდიდარი ამერიკელი ქალები 10 წლით მეტხანს ცხოვრობენ, ვიდრე ყველაზე ღარიბი ქიბიქალები. ამერიკაში სიღარიბე ისეთივე მომაკვდინებელია, როგორც მთელი ცხოვრების განმავლობაში სიგარეტის მოწევა. სულ მცირე სიგარეტის კონკომპანიებს 5-ზე გაფრთხილება მაინც უნდა დაეწერათ. სხვაობა კი სულ უფრო მძაფრდება. უმეტესობა ფიქრობს, რომ ჯანმრთელობა ძირითადად იმაზეა დამოკიდებული, შეძლებენ თუ არა ღარიბი ადამიანების საავადმყოფოში მკურნალობის გადახდას. და დიახ, ეს ნაწილია, მაგრამ უფრო ღრმა მექანიზმი ბევრად უფრო ვერაგია. ეს არის ქრონიკული სტრესი, რომელიც ბიოლოგიური იარაღად მოქმედებს. ფინანსური დაუცველობა, ან მუდმივი დაბალი დონის შიში იმისა, რომ ერთი ხელფასი, ერთი გადაბის შემთხვევა, ან ერთი მანქანის შეკეთება კატასტროფამდე მიგიყვანს, სხეულში იმავე ფიზიოლოგიურ მექანიზმებს ააქტიურებს, რასაც ფიზიკური დაავადება. ეს ზრდის კორტიზოლის დონეს, იწვევს ქრონიკულ ანთებას და თრგუნავს თქვენს იმუნურ სისტემას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სიღარიბე ფიზიკურად აჩქარებს თქვენს დაბერებას უჯრედულ დონეზე, უფრო სწრაფად, ვიდრე ბიოლოგია ამას ოდესმე შეძლებდა. და ათეულობით მილიონი ამერიკელისთვის ეს სტრესი მთელი მათი ზრდასრული ცხოვრების მუდმივი ფონური ხმაურია. და შემდეგ არის სასწრაფო დახმარების პრობლემა. 2018 წელს ბოსტონში 45 წლის ქალს ფეხი ჩაუჭირდა მეტროს მატარებელსა და პლატფორმას შორის. ეს სერიოზული ტრავმა იყო. აშკარად გაუსაძლის ტკივილს განიცდიდა. და როცა გამველები მის დასახმარებლად გაიქცნენ, ვიდეოზე დაფიქსირდა როგორ ევედრებოდოდა. პირდაპირ ევედრებოდა მათ, რომ სასწრაფო არ გამოეძახათ. ქალის ამბავი ვირუსულად გავრცელდა, რადგან ეს უკიდურესი შემთხვევა იყო, მაგრამ ის გათვლა, რასაც ის აკეთებდა, არ არის უჩვეულო. YouGov-ის გამოკითხვა მაჩვენა, რომ ამერიკელების 23%-მა თქვა, რომ სამედიცინო გადაუდებელ სიტუაციაში, როცა სასწრაფო ტრანსპორტირება იყო საჭირო, განზრახ არ გამოიძახეს სასწრაფო დახმარება ხარჯების გამო. ამასობაში შემოსავლის სპექტრის მეორე ბოლოში თითქმის კომიკურად განსხვავებული რამ ხდება. შეიძლება გსმენიათ ბრაიან ჯონსონის შესახებ. ის ტექნოლოგიური მეწარმეა. მან თავისი გადახდების კომპანია PayPal-ს $800 მილიონ მიყიდა და შემდეგ კულტურული პოლემიკის ცენტრად იქცა. მან გაამჟღავნა, რომ წელიწადში $2 მილიონ მეც ხარჯავს თავის Blueprint-ის ანტიასაკობრივი პროგრამაზე. სათაურები ამტკიცებენ, რომ მას 18 წლის ადამიანის ორგანოები აქვს. გინდათ იცოდეთ, როგორ მოახერხა ეს. ჯონსონი დილით 4:30-ზე იღვიძებს. ივებს 100-ზე მეტ დანამატს, იკვებება ალგორითმულად ოპტიმიზებული 2000 კალორიან ვეგანურ დიეტაზე, რომელიც 11 საათზე სრულდება. ვაჯიშობს ისეთი სიზუსტით, რომ პროფესიონალ სპორტსმენსაც კი უხერხულობა შეუქმნის და მას მუდმივად აკვირდება დაახლოებით 30 ექიმისგან შემდგარი გუნდი, რომლებიც მთელ სხეულში ათეულობით ბიომარკერს აკონტროლებენ. მას უცდია გენის თერაპია, უცდია პლაზმის ინფუზიები, ნამდვილად უცდია საკუთარი ბიოლოგიური საათის უკან დაბრუნება. თუ ოდესმე აღმოაჩენთ, რომ გაქვთ ზედმეტი $2 მილიონი და 30 ექიმი მუდმივად თქვენს განკარგულებაში, თქვენს შეგიძლიათ სცადოთ 18 წლის ადამიანის ორგანოების ქონა. ყველა დანარჩენისთვის არსებობს $40 თანაგადახ და 4 თვიანი მოლოდინი, რომ ნახოთ ადამიანი, რომელიც თქვენთან 11 წუთს გაატარებს. და თუ ფიქრობთ, რომ დიდრებს მაინც კარგად აქვს საქმე, აი საბოლოო დარტყმა. ყველაზე მდიდარ ამერიკელებს საშუალოდ უფრო მოკლე სიცოცხლის ხანგრძლივობა აქვთ, ვიდრე ყველაზე მდიდარ ევროპელებს. ზოგ შემთხვევაში ყველაზე მდიდარ ამერიკელებს გადარჩენის მაჩვენებელი ისეთივე აქვთ, როგორც ყველაზე ღარიბ ევროპელებს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა გერმანია, საფრანგეთი და ნიდერლანდები. მაშინაც კი თუ ყველაფერს იხედი და ყველაზე მაღალ ფენაში აღმოჩნდები, იქაც ვერ მიაღწევ იმას, სადაც საშუალო კლასის ფრანგი უკვე ავტომატურად იმყოფება. ამერიკული ჯანდაცვის სისტემა არ არის გაფუჭებული. ის ზუსტად ისე მუშაობს, როგორც იყო დუშაობს, როგორ დაგეგმილი. როგორც რეაქტიული ბიზნესი, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ სიკვდილის მოსვლისას ჩაგეჭრას და შემდეგ სახლში დაბრუნების შემდეგ ამისთვის სოლიდური თანხა გადაგახდევინოს, ის არასდროს ყოფილა შექმნილი იმისთვის, რომ ჯანმრთელად დაგტოვოს. საკვების გარემო, რომელშიც ყოველდღე გადაადგილდები, არ არის შექმნილი შენი ჯანმრთელობისთვის. ქალაქი, სადაც ცხოვრობ, არ არის შექმნილი იმისთვის, რომ შენი გული ჯანმრთელად იყოს. და ეკონომიკური წნეხი, რომელიც ათეულობით მილიონ ამერიკელს აწვება, არ არის ხასიათის ნაკლი, არამედ ფიზიოლოგიური განაჩენია. და სანამ ეს არჩევანები არ შეიცვლება, მონაცემებს შენთვის ერთი გზავნილი აქვთ. დიახ, შენ, ვინც 1965 წლის შემდეგ დაიბადე, ჭამ იმას, რასაც მაღაზია გთავაზობს. ცხოვრობ იქ, სადაც გარეუბანი დაგეგმეს. იმ საქმეზე მუშაობ, რისი საშუალებასაც ეკონომიკა გაძლევს. ამას იგრძნობა არა როგორც პოლიტიკურ დებატს, არამედ როგორც დარჩენილ წლებს. გინდა ამ თემაში კიდე უფრო ღრმად ჩავყეთ? ნახე, ამერიკის ჯანდაცვის სისტემა ინგრევა და შემდეგი შენ ხარ. ეს უფრო დამამშვიდებელი არ არის, მაგრამ უფრო საინტერესო კი ხდება. ან დააწყაპუნე ამ ვიდეოზე.